დღეს ჩემო ძვირფასებო, მინდა გაგიზიაროთ უძველესი საიდუმლო, რომელსაც ჩემი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ეს არ არის რაიმე საიდუმლო ინვესტირების ფორმულა, ან რაიმე რთული ფინანსური სქემა. ეს ძალიან მარტივი რამაა, რაზეც ბანკები სდუმან, რაზეც არავინ წერს გამოცემებსა და ჟურნალებში და რაზეც ფინანსური მრჩევლები იშვიათად ახსენებენ. წლების განმავლობაში ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავაცნობიერე. სიმდიდრე მხოლოდ ფულს არ ეხება. სიმდიდრე იმის გაგებაა, თუ როგორ მოძრაობს ფული, სად მიდის და როგორ გამოიყენოთ ის ისე, რომ თქვენთვის იმუშაოს და არა თქვენს წინააღმდეგ. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ თავიანთი ოჯახებისთვის, მომავლისათვის მუშაობს. სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ სხვის სისტემას კვებავენ და თქვენ გაქვთ შანსი გათავისუფლდეთ. ამას შეუძლია ჩვეულებრივი ღარიბი ადამიანი გარდაქმნას ისეთ ადამიანად, რომელსაც შეუძლია თავისი ფულის კონტროლი, გაზრდა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დასაწყებად არაფერი არ გჭირდებათ. თქვენ მხოლოდ ყურადღება, დისციპლინა და ჩვევა გჭირდებათ, რომელიც იმდენად მარტივი ჩანს, რომ ბევრი უბრალოდ უგულებელყოფს მას, სანამ გვიანი არ იქნება და არ მიხვდება, რომ აწლეულები ხელიდან გაუშვა. გეტყვით სიმართლეს, რომელსაც ბანკი არასდროს გეტყვით. ბანკის ინტერესებშია, რომ თქვენ ვალში ყავდეთ, დახარჯოთ ფიქრის გარეშე, იმუშაოთ მთელი ცხოვრება და პროცენტი დაფაროთ. ისინი გიღიმიან, დაგირიგებენ ბზინავი ლოგოებით პლასტიკურ ბარათებს, მაგრამ ისინი არასდროს გეტყვიან ერთ რამეს, იმიტომ რომ თუ ხალხმა ეს საიდუმლო იცის, ბანკები გაკოტრდებიან. ეს არის პრაქტიკა, რომელიც თაობების მიერ არის გამოცდილი. დაიწყეთ ყოველი ლარის ჩაწერით, რომელიც თქვენი საფულიდან გადის. ჩაწერეთ ბლოკნოტის აპლიკაცია მობილურში თუ არ გაქვთ, ან გამოიყენეთ რვეული. დილის ყავა, ტაქსი, სწრაფი კვება, პატარა შენაძენები, რომელიც სინამდვილეში არ გჭირდებათ. ეს ყველაფერი უმნიშვნელო ხარჯებად გეჩვენებათ. ყურადღების ღირსიც არ არის, მაგრამ იცით რას შენიშნავთ რამოდენიმე კვირის შემდეგ. ის პატარა რაღაცეები საგრძნობ თანხებს ქმნის, რომელიც თქვენი ცხოვრებიდან ისე გშორდებათ, რომ ვერც კი ამჩნევთ. და როდესაც თქვენს ხარჯებს ქახალზე ან აპლიკაციაში ხედავთ, გესმით სად მიდის თქვენი ფული და რატომ ვერასდროს ზოგავთ. ბევრი ფიქრობს, რომ სიმდიდრის საიდუმლო მხოლოდ დიდ ფულთან არის დაკავშირებული, ან უძრავ ქონებაში ინვესტირების. დიახ, ეს ყველაფერი მუშაობს, მაგრამ თქვენი ხარჯების ძირითადი გაგებისა და დისციპლინის გარეშე უფრო დიდი ნაბიჯები შეუძლებელია. ეს გავს სახლის აშენებას ლამაზი სახურავით, მაგრამ საძირკველის გარეშე. ადრე თუ გვიან ის ჩამოიშლება და საძირკველი, მოდით გითხრათ, ძალიან მარტივია და ეს იწყება ერთი პატარა ჩვევით, ყველაფრის ჩაწერით, რაც თქვენ საფულეს ტოვებს. როდესაც ამის კეთება დავიწყე, მაშინვე არ გახვდი მილიონერი. მაშინვე არ შემიმჩნევია სასწაული. თავიდან ეს მოსაწყენი, გამაღიზიანებელი იყო და ვფიქრობდი, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი. მაგრამ რამოდენიმე კვირაში დავიწყე კანონზომიერებების შემჩნევა, იმის დანახვა, თუ სად ვხარჯავდი ფულს, რა მანიჭებდა სიხარულს და რა მტოვებდა ცარიელ მდგომარეობაში. მივხვდი, რომ ჩემი ხარჯების თითქმის ნახევარი ისეთ რაღაცეებზე მიდიოდა, რაც არაფერს მაძლევდა ღირებულს, მაგრამ ენერგიასა და რესურსებს მიცლიდა. დღეს მინდა გაიგოთ, რომ ეს საიდუმლო არ ეხება მაგიას, სასწაულს ან ერთ ღამეში გამდიდრებას. საქმე ეხება ფოკუსირებას, დისციპლინას და იმის გაგებას, რომ ფული ინსტრუმენტია. ეს ინსტრუმენტი ან თქვენთვის მუშაობს, ან თქვენს წინააღმდეგ. როდესაც ისწავლი ყველა ხარჯის დანახვას, როდესაც დაიწყებ მის თვალყურის დევნას, ანალიზს და შეგნებული გადაწყვეტილებების მიღებას, თქვენ გააღებთ კარს იმისკენ, რაზეც მილიონობით ადამიანი ოცნებობს, მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს ხმამაღლა. ამ ვიდეოს ბოლომდე გაჩვენებთ,
თუ როგორ შეუძლია ერთ მარტივ ჩვევას თქვენი ხარჯების თვალყურისდევნას, ფინანსური თავისუფლების მოპოვება, ფულის გაზრდის სწავლა და საბოლოოდ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდომა. როდესაც საბოლოოდ მივხვდი, რომ სიმდიდრე იწყება ხარჯების გაგებით, გადავწყვიტე მოქმედება. თავიდან ეს რთული და მოსაწყენი იყო და ზედმეტი მეჩვენებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ ამდენი ცთუნება იყო. მეგობრები კაფეში გეპატიჟებიან, რეკლამა ფასდაკლებებზე, დააწმყოში ცხოვრების ჩვევა, სწრაფი სიამოვნებებით გაცთუნებს. მაგრამ მე დავისახე მიზანი, გამეგო სად მიდის ყოველი თეთრი და მესწავლა ჩემი ფულის კონტროლი, იმის ნაცვლად, რომ მან მე მაკონტროლებდეს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს სისულელეა და ეს არაფერს შეცვლის. მაგრამ სულ რაღაც რამოდენიმე კვირის შემდეგ დავინახე, როგორ გროვდებოდა ეს პატარა ხარჯები მნიშვნელოვან თანხებად. ფული, რომლის ინვესტირება შეიძლებოდა ჩემში, ცხოვრების გაუმჯობესებაში, უბრალოდ ქრებოდა და ის იყო პირველი გაკვეთილი. სიმდიდრე ცნობიერებიდან იბადება. თუ ვერ ხედავ სად მიდის შენი ფული, ვერასდროს შეძლებ მის გაზრდას. შემდეგ დავიწყე ჩემი ხარჯების ანალიზი. დავიწყე კანონზომიერებების შემჩნევა. იყო გარკვეული კატეგორიები, რომლებზეც ძალიან ბევრს ხარჯავდი და ის მინიმალურ სარგებელს იძლეოდა. მაგალითად, ყავა გზაში, სწრაფი კვება, ავტობუსის ნაცვლად ტაქსით მგზავრობა, ზედმეტი ტკბილეულის ყიდვა, კაფეებსა და მაღაზიებში გაუთავებელი სიარული, რაც დასვენებას გავდა. სინამდვილეში კი დანაზოგს მაცლიდა და რეალურ სიამოვნებას არ მანიჭებდა. დავიწყე ამ ხარჯების შემცირება და ფულის გადამისამართება იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. სადაც ფულს შეეძლო ჩემთვის ემუშავა, ჯამთელი კვება, ინვესტირება, შევწყვიტე შესყიდვების მონატყოფნა. დავიწყე იმის გაგება, რომ ყველა ხარჯი გადაწყვეტილებაა. ის ან ფინანსურ თავისუფლებასთან გააახლოვებს, ან უფრო გაშორებს. ეს პრინციპი არა მხოლოდ ფულზე, არამედ ზოგადად ცხოვრებაზეც გამოვიყენე. ჩვენი თანხების ლომის წილს ვტოვებ დღევანდელ ქსელურ საკვებ მაღაზიებში, სადაც ძირითადად ნახევრად ფაბრიკატები იყიდება, რომელიც საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. იქ შეგიძლიათ ხანდახან 100 ლარი დახარჯოთ და 2-3 დღის საკვების მარაგიც არ შეიძინოთ. შეამცირეთ ასეთ მაღაზიებში სიარული. გამოყავით დრო ბაზრისთვის, სადაც შეიძენთ შედარებით იაფ და ნატურალურ სასარგებლო პროდუქციას. მინდა გაგიზიაროთ კონკრეტული წესები, რომლებმაც მე დამეხმარა და ბევრ სხვა ადამიანს, ვისაც ეს პრინციპი ვასწავლე. პირველი წესი ყველაფრის ჩაწერაა. არ გამოტოვოთ არც ერთი შენაძენი, თუნდაც ყველაზე პატარაც. თავიდან შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ თითქოს თვალებს ახელთ იმაზე, რაც ადრე დაფარული იყო. მეორე წესი ყოველკვირეული ანალიზია. მხოლოდ ჩაწერა საკმარისი არ არის. კვირაში ერთხელ დაჯექით და გადახედეთ თქვენს ხარჯებს. რა განიჭებთ სიხარულს? რა იყო ზედმეტი? სად შეგიძლიათ დაზოგოთ და სად ღირს ინვესტირება? ეს ანალიზი არის ის, რაც ამ ჩვევას ინსტრუმენტად აქცევს. მესამე წესი რესურსების გადამისამართებაა. დაზოგილი ფული დაგროვების შემდეგ არ უნდა იყოს უმოქმედოდ. საკუთარ თავში, პასიურ შემოსავალში ან აქტივებში ინვესტირებული მცირე თანხაც კი საბოლოოდ დაიწყებს თქვენთვის მუშაობას. ყოველი შენაძენის წინ კითხეთ საკუთარ თავს. ეს ნამდვილად აუცილებელია, თუ უბრალოდ გასართობად ვყიდულობ. ეს მარტივი ნაბიჯი დისციპლინას გიქმნით და ყველა ხარჯს შეგნებულს აქცევს. ეს პრაქტიკა მხოლოდ ფულთან არ მუშაობს. ის ცვლის თქვენს აზროვნებას. როდესაც იწყებთ იმის დანახვას, თუ სად მიდის თქვენი რესურსები, იქნება ეს ფული, დრო თუ ენერგია, თქვენ სწავლობთ მათ დაფასებას, მართვას და ზრდას. ეს არის უნარი, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში, თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
ძველი ებრაელი ბრძენკაცები ამბობენ, დიდარი არ არის ის, ვინც ბევრს შოულობს, არამედ ის, ვინც იცის როგორ მართოს ის, რაც აქვს. და ეს საუკუნეების განმავლობაში დადასტურდა. თქვენი ხარჯების თვალყურის დევნა მხოლოდ ციფრებს არ ეხება. ეს დისციპლინას, ყურადღებას და თვით პასუხისმგებლობას ეხება. ეს პატარა, მაგრამ ძლიერი ნაბიჯია, რომელსაც შეუძლია მთელი თქვენი ცხოვრების შეცვლა. ვიცი, რომ ეს მარტივად ჟღერს და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჩანაწერია, მაგრამ სცადეთ და ნახავთ, როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება თანდათანობით. ფული იწყებს თქვენთვის მუშაობას და არა პირიქით. თქვენ წყვეტთ იმპულსური შესყიდვების მონობას და იწყებთ საკუთარი მომავლის შენებას. ყველაფერი იწყება ერთი მარტივი ნაბიჯით, თქვენი ხარჯების თვალყურის ჩვევით. ეს ჩვევა გახდება საფუძველი, რომელზეც შეგიძლიათ ააშენოთ ყველაფერი დანარჩენი: ინვესტირება, ბიზნესი, ფინანსური დამოუკიდებლობა. ეს პატარა საიდუმლოა, რომელსაც ჩემი წინაპრები იყენებდნენ და რომელიც დღემდე ნებისმიერ საბანკო სისტემაზე უკეთ მუშაობს. და დამიჯერეთ, ამ სისტემას რომ გამოიყენებთ, საკუთარ თავში ცვლილებას იგრძნობთ, თავდაჯერებულობას, თქვენი რესურსების გაგებას და მათი მართვის უნარს. ეს პირველი ნაბიჯია ღარიბიდან იმ ადამიანად გადასვლისკენ, რომელიც საკუთარ ცხოვრებასა და მომავალს აკონტროლებს. ოღონდ ეს კონტროლი აბსტრაქტურად არ უნდა აღიქვათ. მხოლოდ ჩაწერა, ანალიზისა და გამოყენების გარეშე არ მუშაობს. იმისათვის, რომ შედეგი გამოიღოს, თქვენ მისი ინტეგრირება უნდა მოახდინოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გახადოთ ის ჩვევად, რომელიც თქვენი ფინანსური აზროვნების განუყოფელი ნაწილი გახდება. პირველი, რასაც გირჩევთ, არის შექმნათ ხარჯების თვალყურის დევნის სისტემა, რომელიც თქვენთვის მუშაობს. ნუ ეცდებით მაშინვე გამოიყენოთ რთული აპლიკაციები ან ცხრილები. თუ თქვენთვის რველუში წერა უფრო ადვილია, მაშინ ასე მოიქეცით. თუ ტელეფონში უფრო მოსახერხებელია, გამოიყენეთ აპლიკაციები, ბლოკნოტი. მთავარია ეს რეგულარულად გააკეთეთ. მეორე პრაქტიკა ხარჯების კატეგორიებად დაყოფაა: საკვები, ტრანსპორტი, გართობა, მედიცინა, განათლება, ინვესტირება. მაგალითად შევნიშნე, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდი საჭმელსა და ყავაზე, სამსახურში მიმავალ გზაზე და შესვენებაზე. როდესაც შემეძლო სახლიდან წამომეღო შესვენების საჭმელი. ეს პატარა რამ მეჩვენებოდა, მაგრამ როდესაც თვის ბოლოს შევკრიბე, თითქმის 300 ლარი დანაზოგი გამომივიდა. ამ ფულით შევძელი სპეციალური ცოდნის შეძენა, რომელიც საკუთარი ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო ცოდნა მომცა. მესამე, ყოველკვირეული მიმოხილვაა. სწორედ აქ ჩერდება ადამიანების უმეტესობა. ისინი ყველაფერს იწერენ, მაგრამ არ აანალიზებენ. ყოველ კვირას დაჯექით და გადახედეთ თქვენს ხარჯებს. შეადარეთ ისინი წინა კვირას. სად წავიდა დამატებითი ფული? რა შეიძლებოდა შემცირებულიყო? რას მოაქვს რეალური ღირებულება? მეოთხე პრაქტიკა საკუთარი თავისთვის ლიმიტებისა და წესების დაწესებაშია. მაგალითად, შეგიძლიათ დააწესოთ ლიმიტი ყოველკვირეულ გართობაზე ან მცირე შენაძენებზე. მე ასე მოვიქეცი. საკუთარ თავს უფლება მივეცი კვირაში არაუმეტეს 50 ლარი დამეხარჯა ყავის მაღაზიებსა და სწრაფკვებაზე. დანარჩენი თანხა ავტომატურად რჩებოდა დანაზოგზე ან მნიშვნელოვან მიზნებისათვის. როდესაც თქვენი ლიმიტების მართვას იწყებთ, თქვენ არა მხოლოდ ზოგავთ, არამედ ავითარებთ ფინანსურ დისციპლინას. საკუთარი თავისთვის არას თქმის უნარს, როდესაც ეს მნიშვნელოვანია. მეხუთე, თქვენი დანაზოგის გადამისამართებაა. ეს მთავარია. ამის გარეშე ხარჯების თვალყურის დევნის ჩვევა დროის ფუჭად კარგვად რჩება. ყველა ის ფული, რომელსაც არასაჭირო ხარჯების ანალიზითა და შემცირებით დაზოგავთ, უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რაც თქვენს ღირებულებას ან შემოსავალს გაზრდის.
6 თვის შემდეგ დავაგროვე დანაზოგი, რომლითაც ინტერნეტით ნივთები შევიძინე და ადგილობრივ ბაზარზე ფასნამატით გავყიდე და შემოსავალი რამდენჯერმე გამეზარდა. კიდევ ერთი პრაქტიკა, რომელსაც გირჩევთ, არის თქვენი მიზნებისა და პროგრესის ყოველთვიური გადახედვა. როდესაც თქვენს ხარჯებს ციფრებში ხედავთ, ადვილია იმის გაგება, თუ რამდენის დაზოგვა ან ინვესტირება შეგიძლიათ სინამდვილეში. მე ასე მოვიქეცი. თვის ბოლოს ვაჯამებდი, ვხედავდი, რამდენად შორს წავედი ჩემი ფინანსური მიზნებისკენ და შესაბამისად ვცლიდი ჩემ გეგმას. მაგალითად, თუ გართობის ხარჯები ჩემს ლიმიტს აღემატებოდა, ხელახლა ვაფასებდი ჩემ ჩვევებს და სხვაგვარად ვგეგმავდი შემდეგი თვისთვის. თანდათანობით თქვენ სწავლობთ არა მხოლოდ ფულის, არამედ დროისა და ენერგიის მართვას. ეს უნივერსალური უნარია. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასპექტის გაგება. ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ხარჯების თვალყურის დევნა მოსაწყენი ან დამამცირებელია. სინამდვილეში კი ეს გათავისუფლებაა. როდესაც თქვენს ფულს ხახალზე ხედავთ, ბრმად ცხოვრებას წყვეტთ. იწყებთ შეგნებული გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ რას ყიდულობთ. დაზოგეთ იმისთვის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. გადადეთ თქვენი მიზნებისთვის და ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში. ეს პრაქტიკა ავარჯიშებს თქვენ ტვინს, რომ დაინახოს ღირებულება და არა მხოლოდ ყისიერი, ცარიელი დაკმაყოფილება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. თვალყური ადევნეთ არა მხოლოდ თქვენს ხარჯებს, არამედ თქვენს შემოსავალსაც. რამდენს გამოიმუშავებთ, რამდენ პასიურ შემოსავალს იღებთ, ან ნებისმიერ ბონუსს. ეს ქმნის თქვენი ფინანსების სრულ სურათს და საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ რეალისტური გეგმები და არა ფანტაზიები. მაგალითად, მე ყოველთვის ვიწერი, რამდენს ვიღებდი ჩემი ძირითადი სამსახურიდან, რამდენს ვიღებდი ფრილანსინგიდან და რამდენს ვიღებდი ინვესტიციებიდან. ამის წყალობით მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი შემოსავლის ნაწილი გამომეღო იმ პროექტებზე, რომლებიც ჩემს კაპიტალს ზრდის, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი წვრილმანებზე დავხარჯო. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა. ნუელით მყისიერ შედეგებს. ეს ჩვევა თანდათანობით მუშაობს. თავდაპირველად თქვენ მხოლოდ დაინახავთ სად მიდის თქვენი ფული. შემდეგ დაიწყებთ დაზოგვას და მის გამოყენებას სასარგებლო საქმეებისთვის. 1 ან 2 თვეში შეამჩნევთ პირველ ცვლილებებს თქვენს ბიუჯეტში. 6 თვეში კი ხელშესახებ შედეგებს დაინახავთ. 1 წელიწადში შესაძლოა რამის ინვესტირება და მცირე ბიზნესის აშენებაც კი დაიწყოთ. თქვენ წყვეტთ ღარიბივით აზროვნებას, მაშინაც კი, თუ თქვენს ანგარიშზე ჯერ არაფერი არ დევს. თქვენ ხდებით ადამიანი, რომელიც აკონტროლებს თქვენს ცხოვრებას, თქვენს დროსა და რესურსებს. და ეს, ჩემო მეგობრებო, არის ფინანსური თავისუფლებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა. თუ ამ ვიდეოს აქამდე უყურეთ, მზად ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნისათვის. სიმდიდრე არ არის ის, რაც შემთხვევით ან წარმატებული გარეგების შემდეგ ხდება. სიმდიდრე დისციპლინის შედეგია. თქვენი რესურსებისადმი ყურადღების და ყოველდღიურად შეგნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარის შედეგია. ეს ყველაზე მარტივი ჩვევაა და ეს არის საფუძველი, რომელზეც ფინანსური დამოუკიდებლობა აგებული. თქვენ უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ ეს რეალურ ცხოვრებაში. აბსოლუტურად ყველა ხარჯის აღრიცხვა, მათი ყოველკვირეული ანალიზი, კატეგორიზაცია, ლიმიტების დაწესება, დაზოგილი თანხების ინვესტირება და პროექტებზე გადამისამართება, თქვენი შემოსავლის აღრიცხვა და თქვენი ყოველთვიური შედეგების რეგულარული გადახედვაა. ეხლა მინდა გითხრათ, თუ როგორ აქციოთ ეს პრაქტიკა ცხოვრების წესად, რომელიც ნამდვილად მუშაობს და ცვლის თქვენ ბედს და აზროვნებას. პირველი, რაც უნდა გაიგოთ, არის ის, რომ ხარჯების თვალყურის დევნა და თქვენი ფულის მართვის ჩვევა მხოლოდ ინსტრუმენტია. ის თავისთავად შედეგს არ გამოიღებს.
ის უნდა გამოიყენოთ ფულისა და ცხოვრების ღირებულების მიმართ, სწორი დამოკიდებულებების გასავითარებლად. მეორე საკითხი არის ყოველი თეთრის ღირებულების გაგებაა. როდესაც ხარჯებს თვალყურს ადევნებთ, იწყებთ იმის დანახვას, რომ დახარჯული ყოველი თანხა გადაწყვეტილებაა და თუ ეს გადაწყვეტილება კარგად არ არის გააზრებული, ის მომავალს გართმევს. მესამე პუნქტი არის რეგულარულობა და თანმიმდევრულობა. ხარჯების ჩაწერის ჩვევა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ის თქვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. თანდათანობით ეს დისციპლინა გავრცელდება თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებზეც. თქვენ უფრო ყურადღებით ხდებით თქვენი დროის, თქვენი მიზნების და თქვენი ენერგიის მიმართ. მეოთხე პუნქტი არის ანალიზისა და დაგეგმვის ძალა. ყოველ კვირას გაანალიზეთ, რა მოგიტანათ სიხარული, რა იყო არასაჭირო, სად შეგიძლიათ ფულის დაზოგვა, სად შეგიძლიათ თქვენი რესურსების მიმართვა. ყოველ კვირას ვანგარიშობდი, რომელი ხარჯები იყო აუცილებელი, რომელი ჩვეული და რომელი ფლანგველი. მეხუთე პუნქტი დაზოგილი თანხების გადამისამართებაა. დაზოგილი ფული თქვენთვის უნდა გამოდგეს. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში, ნამდვილ სპეციალურ განათლებაში, შემოსავლის გენერირებად აქტივებში. 1 წლის შემდეგ ამან საშუალება მომცა დამეგროვებინა ცოდნისა და რესურსების კაპიტალი, რაც ჩემი ბიზნესის დასაწყისად იქცა. პატარა ნაბიჯები დიდ შედეგებს იძლევა, თუ ისინი სისტემატურად მეორდება. მეექვსე პუნქტი დისციპლინა და მოთმინებაა. შედეგები მყისიერად არ მოდის. თავიდან მხოლოდ ციფრებს ხედავ და შენი ჩვევების შესახებ აცნობიერებ. შემდეგ იწყებ დაზოგვას და რესურსების იქ მიმართვას, სადაც ისინი მუშაობს. 6 თვის შემდეგ პირველი ნაყოფი ჩნდება. ხვდები, რომ შეგიძლია დაზოგო, ინვესტიცია ჩადო და გეგმები შეადგინო. 1 წლის შემდეგ შენს ბიუჯეტსა და შემოსავალში რეალურ ცვლილებებს ხედავ. მაგრამ ეს გზა მოთმინებას მოითხოვს. შუა გზაზე მუდანებდებით. გახსოვდეთ, რომ სიმდიდრე მარათონია და არა სპრინტი. მეშვიდე პუნქტი გონებრივი ტრანსფორმაციაა. როდესაც ხედავთ, სად მიდის თქვენი ფული, იწყებთ სტრატეგიულად აზროვნებას. თქვენ წყვეთ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრებას და იწყებთ თქვენი ცხოვრების მართვას. სწორედ ამას აკეთებენ წარმატებული ადამიანები. ისინი არა მხოლოდ ფულს შოულობენ, ისინი მართავენ თავიანთ რესურსებს. დამიჯერეთ, ეს მიდგომა უკეთ მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი საბანკო სქემა ან ფინანსური რჩევა. მერვე პუნქტი არის მხარდაჭერა და ქსელური კავშირები. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს. ეს ქმნის სინერგიულ ეფექტს. რატომ დუმან ბანკები ამის შესახებ? რატომ გასწავლიან სესხის აღებას, მაგრამ არა ხარჯების აღრიცხვას? რატომ გთავაზობენ საკრედიტო ბარათებს ყველა კუთხეში, მაგრამ არავინ გეუბნებათ ხარჯების კონტროლს? იმიტომ, რომ ბანკი თქვენი უპასუხისმგებლობით იგებს, რაც უფრო ნაკლებად გესმით სად მიდის თქვენი ფული, მით უფრო მეტად ბრუნდება ის ბანკში. ჩემო ძვირფასებო, თუ ამ სიბრძნემ თქვენში გამოძახილი იპოვნა, თუ გსურთ გაიგოთ მეტი საიდუმლო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა ებრაელ ოჯახებს, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მართოთ ფული ისე, რომ ის თქვენთვის იმუშაოს, გამოიწერეთ ეს არხი, რადგან წინ კიდევ უფრო მეტ ისტორიას გაგიზიარებთ, კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს. გაჩვენებთ, თუ როგორ იქცევა მცირე ჩვევები დიდ სიმდიდრედ. შემდეგი გადაცემები არანაკლებ სასარგებლო იქნება. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გაამრავლოთ თქვენი დანაზოგი, როგორ ჩადოთ ინვესტიცია მინიმალური რისკით, როგორ განვავითაროთ მდიდარი ადამიანების ჩვევები და როგორ ავაშენოთ ფინანსური დამოუკიდებლობა ეტაპობრივად. გახსოვდეთ, მეგობრებო,
სიმდიდრე შემთხვევითობა არ არის. ის იბადება ცნობიერების, დისციპლინისა და მოქმედების შედეგად და თავისუფლებას შობს. თქვენი ყოველი მოქმედება თქვენი მომავლის საშენი მასალაა. დიდი ფული მხოლოდ მათ ერგებათ, ვინც იცის, როგორც სცეს პატივი პატარა ფულს. მე გეტყვით ერთ სიბრძნეს, რომელიც ბაბუამ მითხრა. ვინც ერთ თეთრს არ აფასებს, ერთ ლარსაც არ იმსახურებს. გახსოვდეთ, რომ სიმდიდრეს უყვარს წესრიგი და ის პატივს სცემს მათ, ვინც ყურადღებით ეპყრობა მას. პატარა ნაბიჯები დიდ შედეგამდე მიგიყვანს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და სიბრძნე და სიმდიდრე ყოველთვის იყოს თქვენ სახლში.